ალბათ მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი გემი ტიტანიკია. მისი ტრაგიკული ისტორია კი იდუმალებით ამოცული. თავდაპირველად გემი ნაციონალური სიამაყისა და გენიალური აზროვნების სიმბოლო იყო, მაგრამ მოგვიანებით ის საყოველთაო ტრაგედიად იქცა. ამ ეპიზოდში ტიტანიკის შესახებ არსებული მწარმოადგენელ ფაქტებს გაგაცნობთ, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი იცოდით. 1912 წლის 14 აპრილს დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე ტიტანიკი დიდი ზომის აისბერგს შეეჯახა. 2 საათსა და 20 წუთზე ის ორ ნაწილად გაიყო და წყალქვეშ მთლიანად ჩაიძირა. კატასტროფას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად დასრულებულიყო. მოგვიანებით დადგინდა, რომ ორთქლმავალი კარპატია, რომლის ბორცვზეც გადარჩენილები აიყვანეს, ერთადერთი ახლოს მყოფი გემი არ ყოფილა. დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის ტიტანიკის ეკიპაჟმა შორიახლოს სამგზავრო გემი კალიფორნია შენიშნა. თითქმის ჩაძირული გემის კაპიტანი ყურადღების მიქცევას მთელი ძალებით ცდილობდა. მან ჰაერში თეთრი ფერის სასიგნალო შაშხანებიც კი გაუშვა. სამგზავრო გემის ეკიპაჟის წევრებმა მაშხალები შენიშნეს, მაგრამ კალიფორნიის კაპიტანმა ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უცხო გემის ეკიპაჟის ყინულზე გადასვლის სიგნალი იყო. აქედან გამომდინარე, სამგზავრო გემმა გზაჩვეულ რეჟიმში განაგრძო. ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამგზავრო გემის კაპიტანი სიტუაციით უფრო მეტად დაინტერესდებოდა, ტიტანიკზე მყოფი თითქმის ყველა მგზავრი გადარჩებოდა. რა თქმა უნდა, ყოველი მასშტაბური კატასტროფის შემდეგ დეტალური გამოძიება იწყება. თუ ოფიციალურ ციფრებს დავეყრდნობით, ნახავთ, რომ ტიტანიკის ჩაძირვის შედეგად 1514 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ რეალურად ყველაფერი ბევრად რთულადაა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მათი რიცხვი 1490-დან 1635 ადამიანამდე მერყეობს. დღესაც კი ტიტანიკზე დაღუპული ზოგიერთი ადამიანის სახელი უცნობია. როდესაც გვამები ოკეანის ფსკერიდან ამოიტანეს, აღმოჩნდა, რომ მგზავრთა უმეტესობა მოგზაურობის დროს ხვის სახელს იყენებდა. გარდა ამისა, მგზავრები ძალიან ბევრნი იყვნენ, თანაც მათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. ასე რომ გამოძიებამ პასუხების პოვნის ნაცვლად უფრო მეტი კითხვა წარმოშვა. კანადის ქალაქ გალიფაქსში მდებარეობს სასაფლაო, სადაც ტიტანიკზე გარდაცვლილი 100-ზე მეტი ადამიანის საფლავია. აქედან 30-ზე მეტ საფლავის ქვას წარწერა არ აქვს. უცნაურია, მაგრამ გამოძიება დღესაც კი მიმდინარეობს. მაგალითად, 2008 წელს კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა. ის სიდნი ლესლი გუდვინი აღმოჩნდა. როდესაც საქმე სატრანსპორტო საშუალებებს ეხება, მგზავრების უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ეთმობა, მაგრამ სამწუხაროდ ტიტანიკის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ლეგენდარული ტიტანიკი იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის სამგზავრო გემი იყო. საერთო ჯამში მასზე 3547 ადამიანი ეტაოდა. საბედნიეროდ, როდესაც ტიტანიკი საკუთარ პირველ მოგზაურობაში გაემგზავრა, ბორტზე ბევრად ნაკლები ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, გამგზავრების მომენტში ტიტანიკზე 2224 ადამიანი ფიქსირდებოდა. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გემზე 48 სამაშველო ნავი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ მისმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ 20 ნავი საკმარისი იქნებოდა. თითო ასეთ ნავზე 60-მდე ადამიანი თავსდებოდა. მარტივ მათემატიკას თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რომ კატასტროფის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ 1200 მგზავრის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. მაშინ რატომ არ დაამატეს გემზე სამაშველო ნავების რაოდენობა? საქმე იმაშია, რომ ეს ნავები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდნენ და ისინი მგზავრებს ზღვის ხედს უფუჭებდნენ. ასე რომ ესთეტიკა და კომფორტი მგზავრების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. უნდა ითქვას ისიც, რომ გემი ჩაუძირავად ითვლებოდა. შესაბამისად, არავინ ელოდა, რომ ის ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, წესით დაზიანების შემთხვევაშიც კი ტიტანიკი წყლის ზედაპირზე დიდი ხანი უნდა დარჩენილიყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ წესით მგზავრების სწრაფი და ერთდროული ევაკუაციის აუცილებლობა არ უნდა შექმნილიყო. იქამდე, სანამ გემზე რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, ეკიპაჟი ვალდებულია სპეციალური გადამზადება გაიაროს. წვრთნების დროს ისინი სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, მაგრამ ტიტანიკის შემთხვევაში ეკიპაჟს სპეციალური გადამზადება არ გაუვლია. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი დღემდე უცნობია. აქედან გამომდინარე, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ევაკუაციისთვის მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. სამაშველო ნავებს წყალში იქამდე უშვებდნენ, სანამ მათზე მაქსიმალური რაოდენობის მგზავრები ჩასხდებოდნენ, რადგანაც მათზე დასაშვები მგზავრების ოპტიმალური რაოდენობა არავინ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკი საკუთარი ზომით ადამიანებში გაოცებას იწვევდა, მისი შიდა სივრცე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ეკიპაჟის გარდა, ბორტზე 8 პროფესიონალი მუსიკოსიც იყო მიწვეული. კატასტროფას გადარჩენილმა ერთ-ერთმა მგზავრმა ამ ადამიანების შესახებ რეალური წარმოდგენა შეგვიქმნა. ახლა მის სიტყვებს მოისმენთ. იმ ღამეს უამრავი გმირული საქციელი მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ვერც კი შეედრება იმ მუსიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ჩათვალეს, რომ გემის ჩაძირვის მომენტშიც კი მათ სიმღერა ბოლომდე უნდა შეესრულებინათ. შიშის, პანიკისა და იმის გააზრების მიუხედავად, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, ამ ადამიანებს ინსტრუმენტებზე დაკვრა ბოლო წამამდე არ შეუწყვიტავთ. მათ იცოდნენ, რომ მუსიკა მგზავრებს ამშვიდებდა. ის ტრაგედიას თითქოს ნაკლებად საშიშად აქცევდა. სწორედ ამიტომაც უკრავდნენ ისინი ბოლო წამამდე. 8 მუსიკოსი გარდაიცვალა. აქედან მხოლოდ 3 გვამი აღმოაჩინეს. ყველაზე ახალგაზრდა 21 წლის იყო. დევიდ ბლერი ის ადამიანია, რომელიც იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადა. ტიტანიკზე მას კაპიტნის მეორე დამხმარის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ის სხვა გემზე გადაიყვანეს. ამ შემთხვევითობამ მისი სიცოცხლე
გადაარჩინა, მაგრამ არის ერთი რამ. გამგზავრების შემთხვევაში ის იქნებოდა ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტიტანიკს გადაარჩენდა. 100 წლის წინ გემებს ის ჭკვიანი მოწყობილობები არ ჰქონდათ, რომლებიც თანამედროვე ხომალდებს აქვთ. საფრთხის შესამჩნევად ეკიპაჟის წევრები მუდმივად ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. ამ დავალებას კი ბინოკლი ამარტივებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ კარადის გასაღები, რომელშიც ბინოკლი იდო დევიდ ბლერს ჰქონდა. ცვლის დროს მან გასაღები ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ კი დაავიწყდა, რომ ის მისი შემცვლელისთვის უნდა მიეცა. იმ შემთხვევაში თუ ეკიპაჟის წევრებს ბინოკლი ექნებოდათ, დიდი ალბათობით ისინი აისბერგს იქამდე შენიშნავდნენ, სანამ გემი მას შეეჯახებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე კომპანია White Star მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრიტანულ გემთმშენებელ კომპანიად ითვლებოდა. 1907 წელს მისმა მფლობელებმა 3 დიდი ზომის გემის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ტიტანიკი იყო. მის გარდა კომპანიამ ოლიმპიკი, შემდეგ კი გიგანტიკი ააგო, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეეცვალა და ის ბრიტანიკად გადაკეთდა. რაოდენ შთამბეჭდავიც არ უნდა ყოფილიყო მათი ზომები, ყოველ მათგანს უბედურება შეემთხვა. ეს სამეული დამსახურებულად ითვლება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ გემებად. ამ გემების შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და მრავალი ფილმიც იქნა გადაღებული, მაგრამ არის ერთი დეტალი, რაც მათ აერთიანებთ. ეს ვაილეტ კონსტანს ჯესოპია, ბორტგამცილებელი არგენტინიდან, რომელსაც ზედმეტ სახელად მის ჩაუძირავი შეარქვეს. 1911 წლის 20 სექტემბერს ოლიმპიკი კრეისერ ჰოუქს შეეჯახა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჯესოპი იმ დღეს ლაინერის ბორტზე იმყოფებოდა. გოგონა ცნობილი ტრაგედიის დღეს ტიტანიკის ბორტზეც იყო. ის სამაშველო ნავში დროულად ჩაჯდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ვაილეტი ბრიტანეთის ბორტზე მეტად მუშაობდა. 1916 წლის 21 ნოემბერს გემი წყალქვეშა ნაღმზე აფეთქდა. გოგონა ამ შემთხვევასაც გადაურჩა. უკვე გითხარით, რომ ტიტანიკის ბორტზე ეკიპაჟის უამრავი წევრი იმყოფებოდა. მათი რაოდენობა 900 ადამიანს აღემატებოდა, მაგრამ ტრაგედიას მხოლოდ მე-13 გადაურჩა. გადარჩენილებს შორის კი არც ერთი ინჟინერი არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ მათ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად არ ეცალათ. როდესაც გემის უდიდესი ნაწილი პანიკას მოეცვა, 25 ინჟინერი, 6 ინჟინერ-მექანიკოსი და ეკიპაჟის კიდევ რამდენიმე წევრი გემის რაც შეიძლება დიდი ხნით წყლის ზედაპირზე გაჩერებას ცდილობდა. შესაძლოა მათი ნაწილი ვერც კი ხვდებოდა, რომ კატასტროფა გარდაუვალე იყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები საკუთარი საქმის ერთგულნის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დარჩნენ.